რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის, ძალიან ასე ვთქვათ, ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ მინდა რომ დავგმო აღნიშნული ქმედება. მე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ყველას, რომ ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა და ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩვენ გავაძლიერეთ უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის, ჩვენ მივახციეთ სტაბილურობა, ჩვენ მოვახდინეთ ნორმალიზება ურთიერთობების და ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს ასეთ კონსტრუქციულ პოლიტიკას. მე ვიზირება მაქვს მიცემული საგარეო საქმეთა უწყებისთვის და ისინი განახორციელებენ მათ ხელთ არსებულ ასე ვთქვათ, ყველა ბერგეთს გამოიყენებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩააყენებენ საქმის კურსში, ჩვენ უკვე რა თქმა უნდა მათ გავუკეთეთ ინფორმირება ამის თაობაზე. და კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ მოხდა დემონსტრირება მოსკოვის მხრიდან, რომ მათ რეალურად როგორც ჩანს არ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც პოლიტიკური ურთიერთობების, რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს არის ცალკე საკითხი, ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობებს არ ვეხებით და ამავე ჭრილში არ მინდა რომ მოვიხსენიო, მაგრამ პოლიტიკურ ურთიერთობებს ნაწილში ჩვენ გვაქვს ეს რეალობა. დიდი მადლობა.